წარმატება ზოგადად ნიშნავს მიზნის მიღწევას, ისე რომ არ დავკარგოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. და წარმატება არ არის მარტო საბოლოო შედეგი. წარმატება მოიცავს მთლიანად იმ გზას, რასაც გადიხარ ამ წარმატების მისაღწევად. და ეს პერიოდი მოიცავს გარკვეულ სირთულეებს, ასევე სწავლას, განვითარებას და ასე შემდეგ. წარმატებული შეიძლება იყოს ადამიანი როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერულ განვითარებაში და პირად ცხოვრებაში წარმატება გულისხმობს იმას, რომ შენს ირგვლივ არიან ის ადამიანები, ვისთანაც შენ ჰარმონიაში ხარ. ეს შეიძლება იყოს შენი ოჯახის წევრები, მაგალითად წარმატებულია ბედნიერი ქორწინებაც, კარგი შვილებიც, ასევე კარგი მეგობრები და ის გარემო, რომელშიც ხარ. თუ შენ განიჭებს სიამოვნებას და მათთან ხარ ჰარმონიულ ურთიერთობაში, ითვლება, რომ პირად ცხოვრებაში ხარ წარმატებული. კარიერული განვითარება კიდევ უკვე სხვა წარმატებას გულისხმობს, რომელსაც ბევრი უნდა იშრომო. რა თქმა უნდა, გამართლებასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფრო მეტწილად მნიშვნელოვანი არის შრომა. უნდა ისწავლო, უნდა განვითარდე, ისე რომ შენს გარშემო მყოფებს და შენს გუნდის წევრებს თუნდაც სამსახურში არ მიაყენო ზიანი და ეს შენი წარმატების მომტანი იყოს არა მარტო შენთვის, არამედ შენი გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც და ზოგადად საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვისაც მთლიანად თუ არა. წარმატების მიღწევის შესაძლებლობა სხვადასხვა თაობაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირია. დღევანდელ თაობაში ვთვლი, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა არის თუნდაც განვითარების და სწავლის კუთხით, რომ წარმატებას მიაღწიონ ეხლანდელმა ახალგაზრდებმა, ვიდრე მაგალითად ჩემი თაობის ან კიდევ უფრო წინა თაობის შემთხვევაში. ჩვენი თაობის დროს, მაგალითად მე როცა ვიყავი ახალგაზრდა, ვთქვათ, სტუდენტი, ფიზიკურად არ არსებობდა სამუშაო ადგილები ქვეყანაში და არ ქონდა არანაირი განვითარების საშუალება. ადამიანის პიროვნულ თვისებებსაც არის ალბათ დამოკიდებული განვითარება და რა თქმა უნდა, გარემოც ხელს უნდა გვიწყობდეს. რთული იყო, მაგრამ რაღაცები შესაძლებელი იყო, თუ არ იყავი ზარმაცი ადამიანი. წარმატება ნიშნავს მიზნის მიღწევას, ღირებულებების შენარჩუნებით და საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან ჰარმონიაში ყოფნას. ჩემთვის წარმატება არ არის მხოლოდ რაღაც ფინანსური მიღწევა, არამედ რაღაც უფრო ისეთი ღირებული ჩემთვის, რაც არის მაგალითად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება და ჩემი ახლობლების, ჩემი მეგობრების რაღაც მოლოდინების ასრულება, რასაც მეცველი ჩემი თავისგან და ეს არის რაღაც ცხოვრებისეული მიღწევები, ან უბრალოდ ადამიანობა, კაცობა, რაღაცა სახელი მთავარი და ოჯახის შექმნა, მინდა ვიყო კარგი მამა, მინდა ვიყო კარგი ქმარი ვთქვათ და მე თუ ასეთი ცხოვრება მექნება თუ მივახცე იმას ცხოვრებაში, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ალბათ აყოფილიც და შემიძლია რომ თქვა რომ მე ვარ წარმატებული. ჩემხელ ადამიანებიც ბევრი ვიცი ვთქვათ, ვინც ჩემს აზრს ემთხვევა და ბევრი ვიცი, ვინც მაგალითად პრიორიტეტად აყენებს ფინანსურ მიღწევებს. და მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს არასწორია. ან რაღაც ჩემი მიზანიცაა, რომ რა თქმა უნდა კარგად ვიყო ფინანსურად, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ცხოვრებაში ფულს. მაგრამ მაინც მგონია, რომ თავარი მიზანი ადამიანისთვის უნდა იყოს თვითონ ადამიანობა და როგორი ხარ სხვებთან და რას წარმოადგენ უყედებ უნდა იყოს თავარი. და მიხარია, რომ ჩემი თაობიდან ბევრი ჩემს ასეს ემთხვევა, ჩემი სამეგობრო მაგალითად ისინიც თავისუფლად ვიტყვი, რომ ჩემნაირად ფიქრობენ და მგონია, რომ კარგია ძალიან, რომ ასეთი დამოკიდებულებები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემთვის სამი სიტყვით წარმატება არის ადამიანობა, ოჯახი და განათლება და ფინანსები შემდეგ ამ ყველაფერს თვითონ მოყვება, ასე მგონია და ამ ფინანსებს, ფულს ისევ და ისევ იმას მოახმარ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემი ოჯახი, ახლობლები, უზრუნველყოფილნი იქნებიან, ყველა მხრივ იქნება ეს ჯანმრთელობის თუ რაღაცა ნებისმიერი ტიპის დახმარების, ეს ფულიც მოკლედ ისევ იმას უნდა მოხმარდეს, რაც ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანია. ეს არის ოჯახი, ადამიანობა და განათლება და
მოკლედ არასდროს დავიშურებ ამ სამი რაღაცისთვის მატერიალს. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება და ამაში ისიც შედის, რომ თუნდაც უცხოეთში გავაგზავნოს სწავლა, ან მაგისტრატურაზე, ან მანამდეც. ბევრი ადამიანიც ვიცი ამ თაობაში, რომელთაც იგივე მიზნები ამოძრავებს და ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ რომ გაადვილებულია ზოგადად უცხოეთში ჩაბარება, რაღაცა გამოცდებზე გასვლა, რომლებიც შემდეგ გამოგადგება და ბევრს აქვს მოკლედ ჩემნაირი მიზნები. ერთი მთავარი რაც არის ჩემთვის არის რომ უცხოეთში რომ ჩავაბარო და აუცილებლად დავბრუნდები. იმიტომ რომ ქვეყანას უნდა გამოვადგეს მოკლედ მიღებული განათლება და არა სადღაც უცხოეთს. სხვებსაც მინდა მოვუწოდო რომ თუ წავლე სასწავლებლად აუცილებლად დაბრუნდე საქართველოში, რადგან პირველია შენი ქვეყნისთვის გაკეთებული საქმე და არა რაღაც პირადი მიღებული ქონება სადაც სხვაგან. გარდა სწავლისა და რაღაცა ამ ინტერესებისა ძალიან მოყვარს დიალოგი და განაცხადი. მე ვარ ნიკოლოზ ლობჯანიძე, ვარ 12 წლის და მიყვარს ფეხბურთი. მე წარმატება ნიშნავს ალბათ უნდა იშრომო, უნდა იბრძოლო შენ ცხოვრებასთან, რადგან თუ არ იშრომი და არ იბრძოლებ, წარმატება არ მიდის. და შენ საქმეში აუცილებლად უნდა გააკეთო ის, რაც ავალდებულია. ამის მიხედვით მოდის წარმატება. შეიძლება 10 წელში ბარსელონაში ვერ ვითამაშო, მაგრამ მიზნად მაინც მექნება დასახული, რომ ბარსელონაში ვითამაშო. აი როგორც ვთქვათ, ყვარას ქონდა რონალდოსთან შეხვედრა და აისრულა ის ოცნება რონალდო შეხვდა, მეც ეგეთი ოცნება მექნება, რომ ბარსელონაში ვითამაშო. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობ და ასევე დატვირთული გრაფიკი მაქვს, ჩემი აზრით სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში, რადგან თუ არ ისწავლი, ჩემი აზრით ვერც სპორტს ვერ ითამაშებ და მით უმეტეს ვერც ფეხბურთს. მე ვარ გუნდის კაპიტანი და ასევე მეხმარება სწავლა, რომ მივიღოს სწორი გადაწყვეტილებები და გუნდის ყრარ დავალო. ჩემ თავს 10 წელში ალბათ მე მინდა რომ 10 წელში ვიყო ალბათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ასევე ვითამაშო ბარსელონაში. ეს რა თქმა უნდა ჩემი მიზანი არის. რამდენად გამოვა ეს არ ვიცი. თავარია ვიშრომ და თავს წარმატებულს, როდესაც მივაღწევ ჩემ მიზანს და ვითამაშებ ეროვნულ ნაკრებში.